35 წლის ქალი, რომელიც 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა. ნინი მუჯირი რამდენიმე თვე უგონოდ იყო. ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა. ცოტა ხნის წინ პირველ სამშობიარო კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება იყო. მუჯირის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ექიმს, რომელმაც ქალს ოპერაცია გაუკეთა, ლიცენზია არ ჰქონდა. მუჯირმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა, 3 საათში კი გაითიშა და კომაში ჩავარდა. ქალს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შედეგადაც სეპსისი განუვითარდა. უკრაინა რუსეთზე შეტევას განაგრძობს. კრემლი ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოაგდეს. ღამით დრონებით თავდასხმა იყო რუსეთის არაერთ რეგიონზე, მათ შორის მოსკოვზეც. უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში სიმფეროპოლის თბო ელექტროსადგურიც დაბომბა. უკრაინული თავდასხმების პარალელურად რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა. ბენზინისა და დიზელის დეფიციტის ფონზე ქვეყანაში საწვავის კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. გაზპრომ ნავთობისა და ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე გაყიდვები ლიმიტირებულია. ისტორიაში პირველად რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა. ალექსანდრ ბრაუდერმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერა, როგორ იყენებდნენ რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სპეციალურ ტექნოლოგიას დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით მილიარდობით დოლარის გასათეთრებლად.